სოფლიოში ყავის უმსხვილესმა გიგანტმა Starbucks-მა თბილისში პირველი კაფე ოფიციალურად გახსნა. ამერიკული ლეგენდარული ბრენდის მსოფლიო რუკაზე საქართველოც მოინიშნა. ბაზარზე შემოსვლას კი რამდენიმე წლიანი რთული მოლაპარაკებები უძღოდა წინ. ნინი ჩუბინიძის რეპორტაჟი. 40,000-ზე მეტი ობიექტის შემდეგ Starbucks-ის მსოფლიო რუკაზე საქართველოც მოინიშნა. მსოფლიოში ყავის უმსხვილესმა გიგანტმა თბილისში პირველი კაფე ოფიციალურად გახსნა. რამდენიმე წლიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ლეგენდარული ამერიკული ბრენდი ქართულ ბაზარზე ქუვეითურ ბიზნეს გაერთიანება ალ-შაია ჯგუფთან პარტნიორობით შემოვიდა. თავდაპირველად განვითარებას თბილისში დავიწყებთ. მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში აქ კიდევ რამდენიმე ფილიალს გავხსნით. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე პროცესში პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთვნენ უწყებები და საგარეო დიპლომატიური კორპუსი. მოლაპარაკებების პერიოდში შეისწავლეს ბაზარი, შეფასდა ადგილები. ეს ყველაფერი კი პოტენციურ პარტნიორებთან მუშაობით. გვინდა რომ მაღალხარჯველიანი ტურისტები მოვიზიდოთ, ამიტომ როდესაც საუბარია სერვისებზე და სხვადასხვა ტიპის ბრენდებზე, რა თქმა უნდა Starbucks არის ის მინიმუმი აუცილებლობა, რომელიც განვითარებულ ქალაქებს და ქვეყანას უნდა კონდეს. ესეთი ცნობილი ბრენდის შემოსვლა საქართველოში პირველ რიგში რა თქმა უნდა ხაზს უსმევს ქვეყნის მომხიბლავებას, უცხოელი ბიზნესმენებისთვის და უცხოელი ინვესტორებისთვის. ეკონომიკურ გუნდში განმარტავენ, რომ Starbucks-ის მსგავსი გლობალური გიგანტების ინტერესი პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში არსებულ სტაბილურ ბიზნეს გარემოს. ამბობენ, რომ საქართველოში ბრენდის შემოსვლით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება, ეს კი ჩვენი ქვეყნის მიმართ სხვა გლობალური ბრენდების ინტერესს გაზრდის. Starbucks-ის და ალ-შაია ჯგუფის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნდობის გამოცხადება არის საქართველოს მიმართ. ქართული ეკონომიკის მიმართ, იმ ეკონომიკური განვითარების, იმ ეკონომიკური მაჩვენებლის მიმართ, რაც საქართველოს აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში. ალ-შაია ჯგუფი რეგიონში ბრენდის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს. თავად კომპანია Starbucks-ი 1971 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დროისთვის სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთი წამყვანი მომწოდებელია მსოფლიოში. უახლოეს თვეებში ამერიკული ყავის ქსელი საქართველოში გაფართოებას და სხვა ქალაქებში შესვლას გეგმავს.